მოგესალმებით აჭარიდან და მოგესალმებით მათე მოტორსის ცენტრიდან. ყოველთვის შალვა ხო არ ვისაუბრებთ ავტომობილებზე, ხო? ჩვენ სასაუბრო ბევრი სხვა თემებიც გვაქვს, ხო? ნინი, სასაუბროს მეტი ჩვენ რა გვაქვს? მით უმეტეს აჭარაში და აჭარელებმა ჩვენ ისე შეგვიყვარეს და ჩვენი კომპანია ისე შეგვიყვარეს, რომ საერთოდ წასვლაც არ მინდა. ხო ხედავ რამდენი ხანია, რამდენი დღე აქ ვარ და აი ესე გავაგრძელეთ. დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ნინი ერთი მნიშვნელოვანი რამე. აქ მოვიდა ახალგაზრდა კაცი და ჩვენს დაცვას ეუბნება, რომ ბატონ გელასთან საჩუქარი მაქვს, საჩუქარი მაქვს და ახლა გაუკვირდა დაცვას ვინ არის, რა არის, რა საჩუქარი და რაციით როცა მითხრეს, კარგი ამოვიდეს მეთქი და აგერ მოვიდა, აჩვენეთ აქედან კარგად. აგერ თქვენი სახელი? ლევანი. ბატონი ლევანი მოვიდა ჩვენთან და ლევანის ძალიან კარგი, ნამდვილი ქართული ოჯახი აქვს, უაშკაცი კაცია და პატარაობიდან, ოჯახიდან, ხო იცი, აი ოჯახიდან გამოყოლილი სითბო რო აქვს, რაღაცის მიდრეკილება რო აქვს, მშობლებმა, წინაპრებმა ასწავლეს თაფლი როგორ უნდა მოიყვანო. თაფლი ყველას უყვარს, მაგრამ მუშაობა არავის არ უნდა. იმდენად დიდი სამუშაოა ეს, თაფლი ყველას უყვარს, მაგრამ ეს თაფლი აქამდე როგორ მოდის არავინ არ იცის. ლევანის იმდენად ბევრი აქვს ეს თაფლის გასაღებაც ბევრია. მაგრამ მე ვასწავლე ერთი მოღამი და საერთოდ აჭარაში ადამიანები უფრო მეტს ძელებდნენ წლოვანება რო ავიღოთ. აი ავიღოთ ახლა, აი ხულო და სოფლები ავიღოთ და ჩვენი გადამღებები როცა მიდიან იმ ძველ სოფლებში და იღებენ ძველ ხალხს და შემორჩენილი არის 100 წლის, 110 წლის ქალბატონები, ბატონები და ჩვეულებრივად საუბრობენ. და რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი არის ერთი რამ, სწორი კვება, სოფელი, ჰაერი, ჯანსაღად უნდა იკვებოს ადამიანებმა. რატომ ძლევდნენ ადამიანები ადრე დიდ ხანს? იმიტომ რომ არ იყო ამდენი გამონაბოლქვი, ამდენი ქარხნები, ამდენი წარმოებები და დაბინძურებული არ იყო ჰაერი. ახლა ვერ შევადარებდნენ იმ დროს და აი ამ დროს, მაგრამ იმ დროში იყო ესე. ამდენი რესტორნები სად იყო ნუკრი? შეიძლება მთელ აჭარაში ორი რესტორანი ყოფილი, რესტორანი კი სასადილო კომუნისტების დროს. იმ დროს გეუნები, მე იმ დროს, ბაბუაშენის დროს გეუნები. და როგორ იკვებებოდნენ? მე ერთი ხულოში სტუმრად რო ვიყავი, ამ დღეებში ვიყავი, საძმაკაცო მყავს და მომპატიჟეს და ერთმა ქალმა თქვა, რომ აი ესე ვიკვებებოდითო და მე ზუსტი ანალოგი გავაკეთე და ბიჭებს დავავალე, რომ ეს ყველაფერი ისე გაიკეთებიათ და მოეტანათ, როგორიც აი ამ ქალმა იქმე მომართვა და თავის ხელით გააკეთა. აუყურე როგორ არის. ლევანი, ძალიან ძვირად ღირებულია შენი საქმიანობა. ავტოქარხანაც რო კონდეს, პირველი ქვეყანაში არის თაფლი. გუშინ ჩვენ ამაზე მქონდა საუბარი, ხო? პირველი ქვეყანაში მაინც არის სოფლის მეურნეობა და პირველი ჩვენი გასაღები მაინც ჩვენ ვიზახი და ხლა ხინკალი, ელარჯი, ეს ყველაფერი არის იქით და აქით არის ნომერ პირველი თაფლი. აი თქვენ ახლა თაფლი მოიტანეთ და რატომ იყო ჯანსაღი ადამიანები და 100 წელს გადაცილდებოდა ყველა და ულამაზესი გოგობიჭები იყვნენ, ხო? სწორად იკვებებოდნენ და ახლა არ იყო იმდენი რაღაცეები მაშინ და სოფლის ნაწარმით იკვებებოდა ადამიანები. აი ნატურალურით. აი ყურე როგორ იყო? შალვა. ბიძია, შალვა არის ჩვენი მარჯვენა ხელი, ჩვენი იურისტი და შალვა. მე ზუსტად ახლა მინდა თქვენ ყველას გითხრათ, მე რომ მეუნებით ესეთი მაგარი რატო ხარ იქით, აქით, ჩქარა დადიხარ, მოძრაობ და ასაკი გაქვს და ჩვენ ვერ მოძრაობ და რომ ვერ მოძრაობთ, მაგის წამალი მე მაქვს აგერ ახლა დღეს და მთელ საქართველოს მოსახლეობას უნდა ვაჩვენო
თუ რა არის წამალი დღეს ყველაზე საუკეთესო რომ იყო ჯანსახად და სირბილით შეგეძლოს და ორ შვილს ვერ აჩენენ ხო ხედავ დღეს და სამი ვინმე თუ და გააჩინა მერიაში გარბიან დახმარება გვინდა სამი შვილი მყავსო და მე ხულოში ვიყავი და ისა 11 ყავდა იმას 11 გაიგე და რატომ ყავდა იმას ახლა გაჩვენეთ ახლა შენს თაფს აქ ძალიან დიდი ფასი აი იმდენად დიდი ფასი აქვს რომ თქვენ არ იცით იმდენად დიდი ფასი აქვს აი ეს თაფლი არის ყველაზე საუკეთესო თაფლი ეს არის რო იტყვიან აი ორიგინალიო ხო იძახიან საათზე აგერა ორიგინალი მინდაო და ნახევარი დუბაიში მოვლია ორიგინალი ფეხსაცმელი რო იყიდა ესეა დღევანდელი ახალგაზრდები ფეხსაცმელს შალვამ ეს საათის გულისთვის ნახევარი დუბაიში მოიარა იმას უყურებენ მაგრამ ორიგინალ თაფს არცემენ პატევს მე მინდა თქვენ ახალგაზრდებმა თაფს ცეთ პატევი იმიტომ რომ ეს არის საქართველოს გასაღები ჩაისთან ერთად მესაქონლეობასთან ერთად და ასე შემდეგ ყურძენი ღვინო მაგრამ თაფლი მაინც არის თაფლი პირველი უყურე როგორ იკვებებოდნენ და როგორ ვიკვებები მე და იმიტომ რომ ესეთი რო არ ჯანზე რო არ ნუკრი ახლა შენ ამ კაც შეიკლავ ხელში და თაფლი არ მოატანიო რაც სახშია ყველა აი უყურეთ დავიწყოთ მე დღეს გავაკეთებიე მჭადი ანახეთ აი ეს არის მჭადი რა შენი პური რა შენი ხაჭაპური ლევანი გაუშვი აგე რესტორანში და უთხარი რომ 4 კუთხედიდან მრვალი მჭადი გაეკეთებიათ რაც შეიძლებოდა თხელი და რაც შეიძლებოდა უნდა ყოფილიყო შებრაწული შენს თაფს დღეიდან ფასი დაედება დამიჯერე იმიტომ რომ შენ ძალიან ფატყიდი ამ თავს და თუ არა და დიდი შრომა ჭირდება ამას დიდი შრომა ნინი იმიტომ რომ წარმოიდგინე რამდენი რამე უნდა ჭამას არაფერი არ უნდა და შრომას ბევრი უნდა აი უყურეთ აი ეს არის კარაკი აბატონო კარაკი აი ესე უნდა ვიზია ეს აი უყურეთ აი ესე უნდა აი ესე უნდა მაშინ კარაკი ყველა ოჯახში იყო იმიტომ რომ მესაქონლეობა იყო და ოჯახში ყველას ჰქონდა ნუკრი ყველას ჰქონდა ერბო კარაკი კი არა ერბო ჰქონდა მაშინ ხალხს ჭადი ყველას ჰქონდა თევზი ყველას ყავდა და ეს კიდე ყველა ოჯახში იყო ეს რა ქვია ფიჭა ეს კიდე ყველა ოჯახში იყო უყურეთ ახლა ხო გავაკეთეთ კარაკი აბატონო უყურეთ აი უყურეთ რომელია კარგი უკეთესი აი მოდი აი ეს გავაკეთოთ უყურე ეს ყველა ოჯახში იყო ამას არავინ არ ყიდულობდა ახლა თქვენ შრომა არ გინდათ ყველაფერი საყიდელი გაქვთ და ყიდულობთ ყველაფერს არანატურალურს აი უყურეთ ჭადი ზოგი იტყვის ახლა ჭადზე გასდილი ბიჭები არიან ხო ხედავ ვაშკაცები რო არიან უყურე ახლა მოდი გადავიდეთ ესე აი ფიჭა დავჭრათ ეს თხლად აი თხლად უყურეთ თხლად აი უყურე შალვა მოემზადე აი ეს თქვათ დღეს ნუკრი ამაზე უკეთესი საჭმელი დღეს არაფერი არ არის აი მინდა გითხრა ნახევრად რო გძინავთ ახალგაზრდებს დილით ერთი ცალი შეჭამეთ შუა დღეს შეჭამეთ საღამოს შეჭამეთ და ორ შვილი რო გიჭირთ ორი კი არა 7 10 15 გეყოლებათ ეს არის ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესი ერიც გამრავლდება ბიზია მჭადიდან უნდა გამრავლდეს შეხედე ყველაფერი არის ერთმანეთზე უკეთესი მოდი ახლა შალვა ზომის მიხედვით ხო შალვას მივართვათ ეს შალვა
შალვა შენ ამ ჭამს ყველას ეჭამ დღეს მაცალი ცოტა ხანი ეს პირველი ნინიმ უნდა გასინჯოს აი გასინჯი ნინი და თქვი მე აბა როგორია აი გეუბნებით რომ ამაზე უკეთესი საჭმელი დღეს არაფერი არ არის ეს არის დღეს მართლა გეუბნებით საუკეთესო და დამიჯერეთ ყველას აქ ამის საშუალება რომ ეს გააკეთოს ლევანი დღეს შენი ნაწარმს ნახავს მთელი ნახევარი მსოფლიო და დამიჯერე რომ შენთან მოვა შენ გაქეს მარტო სხვაგან არ არის იმიტომ რომ აი შეხედე რაფერია აი ეს არის ძალიან ძვირადღირებული აი ეს ასობი მოუტანე ბატონ გელასო შენ ხარ ბიჭო კაცი კი არა კაცის კაცი ხარ რო ეს გაბედე მოხვედი მოიტანე და ერთმანეთი გავიცანით ხო დავძმაკასთით იცი ახლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანი რომელიც შრომობს და შენ მითხარი გუში რომ ამ თაფლის იმის თაფლი მეთქი აი ამ ყუთებს შენ ამზადებ ხო თვითონ აი ამ რას ეძახიან სკა ხო და ამ სკის ყუთებს თვითონ ამზადებს სახში ტიპი თვითონ ყველაფერს თავიდან ბოლომდე ამზადებს და ესეთი მაგალითად ნინი ამას ვერ ნახავ შენ დღეს ვერსად ესეც აი ეს აი შეხედი აი ესეთი ხო აი ეს არის ძმაო დღეს ძალიან მაგარი შალვა აი ეს არის დღეს უკეთესი რო არ შეიძლება ენერგეტიკული ღირებულება ბატონ ლევანს მივაწოდოთ აი ლევანი ეს არის ესე გააკეთე ბიზია და ეს არის დღეს ყველაზე საუკეთესო ჩვენ პურიც მოვიტანეთ ხაჭაპურიც მოვიტანეთ არა აი ეს ზუსტად უნდა გაკეთდეს ესე ნინი ჭამე გვანახება რო ჭამისე კაცო ნახიავა მაგარია მაშინ ერთს ჩვენც გავსინჯავთ და ამ ჭადის მეტი რა გაქვს მოდი გავსინჯოთ მიაწოდე რა ჭირს ბიჭო ჯერა გენდობით ბიჭო ტერორისტი ხო რა ხარ მიაწოდე კაც როგორ გიყურებ გენდობით ამე ბიჭო გენდობით გასინჯე ბატონებო და ქალბატონებო ჩვენ დღეს ნინიმ გავაკეთეთ ექსპერიმენტი ვინც არ უნდა მოგივიდეს სტუმარი უცხოელი აი ეს გაუკეთე ზუსტად ისე გააკეთე როგორც ჩვენ გავაკეთეთ ეს და თაფლი აი ლევანის მოტანილი თაფლი აი აჩვენე აი ლევანის მე ყველანაირად შეუწყობ ხელს ლევანი არის წესიერი კაცი სოფელში ცხოვრობს და თვითონ განავითარა ეს თავის ოჯახში და მოსახლეობასაც ყიდის იმ ყუთს რაღაცას რო აკეთებენ სახლს რო ეძახიან ამ ფუტკრის სახლს რო ეძახიან ლევანი მე მინდა მთელი საქართველოს სახელით დიდი მადლობა გადაგიხადო რამდენი წლის ხარ 31 წლის ბიჭია და ჩვენ მთელი ჩემი წინაპრებიო ამ ბიზნესით იყვნენ დაკავებულიო ამაზე უკეთესი ბიზნესი არაფერი არ არის ამით მილიონებს ვერ იშოვი მაგრამ ქვეყნის საქმეს აკეთებ ეს არის ქვეყნის სახე ეს არის ჩვენი სახე ჩვენი დროშა ემბლემა რა ვიცი ჰიმნი ყველაფერი არის თაფლი და ეს არის ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი ბავშვებისთვის ძალიან კარგი და მთელ მოსახლეობას უნდა უთხრა ნებისმიერ ხაჭაპურს ნებისმიერ პიცას აი სახში მივდივართ და აკეთებენ ღომს ხარჩოს არა ბავშვები შვილიშვილები გამოიძახებენ იმას რა ქვია შაურმას და რაღაცებს ამას არც ერთი შაურმა არ ჯობია აი ესე გააკეთებიეთ აი ესე კარგი ჭადის ქვილი სახში უბრალოდ გაკეთდება ყურე ჭადის ქვილი ლევანის დაურეკეთ და ამას სადაც ეთქვით იქ გამოგიგზავნით ეს კიდე მიკრა ყველგან იყიდება და კარაქი ბავშვებს
ეს აჭამეთ. და გამრავლდება ერი, ესე არაა ჩემონუკრი. ლევანი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს შენ ნახევარ სოფლიოს ანახე შენი შექმნილი პროდუქცია და ამისთვის ჩვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ერთჯერ ანახე კიდე ის ახლოდან ეს ფიჭა. აი შეხედე ლევანი მესე მოგვიტანა ეს. აი შეხედეთ რა არის. ახლოდან ანახეთ. მე ესეთი არაფერი არ მინახია მართლა ახლა მე ამის დიდი ბალეტში კი არ ვიყავი, მაგრამ დღეს მე დავრწმუნდი რომ ვინც აი ამ საქმეას მისდევს მეფუტკრეობას, კაცის კაცები არიან, ვაშკაცები არიან, გმირები არიან და მე ვარ ქართველი ზუსტად ამ ხალხზეა ნათქვამი, ვინც ამ მეფუტკრეობას მისდევს. გისურვებთ წარმატებას. ლევანი აქ არის, ფუტკარი აქ არის, სოფელი აქ არის, ჭადი ყველა ოჯახში გაკეთდება და აი ეს მიირთვით დაანებეთ ამ შაურმას და მსგავს რამებს თავი და ტელეფონის ნომერს მივაწერთ, დაურეკეთ და სადაც იქნებით საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან მე ვეუნები ლევანის რომ ეს შენ უნდა განავითარო, ამაზე შენ არის რამდენი 1000 ადამიანი დაგირეკავს, ასე ყურე ყუთში ჩადევი, ბანკაში ჩადევი და გამოგიგზავნიან ტელეფონის ნომერს და სადაც არ უნდა იყოს, ყველგან გაუგზავნე. აბა დიდი მადლობა ლევანს, დიდი მადლობა ბიჭებს, დიდი მადლობა ნინდა, დიდი მადლობა მთელ საქართველოს მოსახლეობას. თუ ვინმეს ეს დაჭირდება, ეს არასდროს არ მithქვია. პირველ განცხადებას ვაკეთებ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, იმიტომ რომ მე არ ვარ ის კაცი, რომ ახლა ვიარო და ვიღაცას რეკლამა ვუკეთო. არა, ეს არ არის რეკლამა. ეს არის მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომ დილით, შუადღეს, საღამოს ბავშვს დააძალე, ეს აჭამე და ნახე შენი შვილი როგორ იქნება და შენი შვილიშვილი. გისურვებ წარმატებას.